Я Керим Губатов из города Марниули. Жить и работать в Марниуле для меня одно лишь удовольствие. Დავიბადა 1986 წელს 19 სექტემბერს მარნიულში, დაბა ჯანდარაში. ოჯახში 4 დედმამიშვილი ვართ. ყველაზე უფროსი ვარ მე. ბავშვობიდან გამზარდა ბებია ჩემი და მაგას დედას ვეძახი. და ესე იგი ორი დედა გამომდის რა, ერთი დედა ჩემი და ერთი ბებია ჩემი, რომელიც ძალიან მიყვარს. სკოლაში წავედი ჯანდარის სკოლაში, აზერბაიჯანული სკოლა. მე 6 კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. მე დედაჩემს ვეხმარებოდი ოჯახში და დედაჩემს რო ვეხმარებოდი, აღარ მჩებოდა გაკვეთილებისთვის დრო და უფრო 4-იანზე ვსწავლობდი მე შემდეგ წლებში. ესე იგი მე 9 კლასამდე ვსწავლობდი უფასოდ და მე თვეში 10 ლარი უნდა გადაგიხადა სწავლის ფული. და მეც ვიცოდი რომ არ აქვს ოჯახში შესაძლებლობა და ფიქრობდი რომ აღარ გავაგრძელებო სწავლას და დედაჩემ მომეთქვა რომ უნდა გავაგრძელო სწავლა. გავაგრძელე დედაჩემის დახმარებით. 2004 წლის აპრილი იყო. ერთ თვეში ბოლოს არ მქონდა და დაიბადა ჩემი ძროსი ძმა, რომელიც მუსადა არქვეს. არ მინდოდა რომ დაბადებულიყო, რატომაც მაშინ უკვე ჩემი თანატოლებს უკვე შვილებიც ყავდათ, რა ვიცი. დაიბადა თუ არა ეგრევე შემოგვარდა, ძალიან გვიყვარს ახლა ეს ბავშვი. სკოლა რო დავამთავრე, ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარნიულის ფილიალში. ბავშვობიდან მინდოდა რომ ქართული ენის მასწავლებელი გამხდარიყავი. მე შემიცვალა აზრი, მინდოდა გეოგრაფიის მასწავლებელი გამხდარიყავი, მაგრამ სადაც ჩავაბარე, იქ არ იყო გეოგრაფიის ფაკულტეტი და ისტორიულზე ვისწავლე. მეორე კურსზე უკვე დავიწყე მუშაობა მასწავლებლად. გზელაჯგირში ვასწავლეთ ისტორიას დაბალ კლასებში. და პირველი ხელფასი ავიღე 70 ლარი და ვფიქრობდი ხა რაში დავხარჯო თქო და ელექტროენერგიის ფული გადავიხადე ჩემი პირველი ხელფასი. ჩემი მშობლები ძალიან უბრალო ადამიანები არიან. რომ ცოდნოდათ ენა, აქაც იმუშავებდნენ საქართველოში. არიან საზღვარგარეთ თურქეთში არიან წასულები, მუშაობენ. და სამთვეში ერთხელ ჩამოდიან. მამა ჩემს უნდოდა რომ მე ყოფილიყავი ბიჭი. და მახსოვს რომ ბავშვობაში ბიჭივით გამზარდეს რა, მე 9 კლასამდე თმები მქონდა როგორც ბიჭს და ბიჭის ისინი მეცვა ტანსაცმელები და სულ შემთხვევით ტელევიზორს ვუყურებდი და გავიგე რომ მარნიულის ტელევიზია მაცხადებს იმას ვაკანსიას, მაგრამ რადგან ქართული არ მესმოდა, ვერ გავიგე რა განცხადება იყო. უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი, თან პარალელურად დავდიოდი კურსებზე, ინგლისურის კურსებზე, ქართული ენის და კომპიუტერის კურსებზე და ისე გავიგე რომ ვითომ კომპიუტერზეა რაღაც ვაკანსია, რომ კომპიუტერზე უნდა გავაკეთო რაღაცა. მივედი ტელევიზიაში, მითხრეს რომ აი თქვენ მომიგიღეთო უგვეო, ძალიან გამეხარდა. მეორე დღეს მივედი და იქ ტრენერმა მითხრა, მე ჟურნალისტიკა უნდა გასწავლოთ და შოკში ვიყავი რა, სად ჟურნალისტიკა და სად მეთქო და ბევრი რაღაცები მესმოდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდი და ვიფიქრე, ქართველების ოჯახში უნდა ვიცხოვრო თქო 1-2 თვე თქო და ალბათ ვისწავლი თქო რა, ლაპარაკიც შემეძლება თქო. ჩემი თანამშრომელი ერთი ნონა სამხარაძე, მე წამოყვანა სახლში და
ორი კვირა ვიცხოვრი მასთან. როლაპარაკობდნენ რა სიტყვაც არ მესმოდა, წერდი ბლოკნოტში და საღამოს ვეკითხებოდი. ხოლმე თარჯიმანის წვარ. დიდით როცა ვდგები, აი ასე ბლოკნოტს ვიღებ, ან რამე პროცესს და ვწერ. პირველი რა უნდა გავაკეთო. მერე ბავშვებს ვაღვიძებ, სუფრას ვშლი, მე ვემზადები სამსახურს დასასრულად სამსახურში და მე ვდივარ ტელევიზიაში. ეს ჩვენი მეორე სამონტაჟო კომპიუტერია, აქ ძირითადად აქ და მეორე სამონტაჟოში ვამონტაჟებთ ხოლმე ყოველდღიური რეპორტაჟები. გუშინ გადავიღეთ ადგილობრივ თვითმმართველობის ხტომას. მართალია ტელევიზიაში სულ შემთხვევით მოვხდი, მაგრამ შემიყვარდა ეს ადგილი. და ეს თითქმის ჩემი ცხოვრებაა რა. ოჯახზე მეც დროს გავყავ ტელევიზიაში და აქ ვისწავლე მე მეგობრობა, გვერდში მდგომა. მართალია ტელევიზიაში აზერბაიჯანელი ვარ მარტო, მაგრამ არასდროს არ მოვწმიე თავი, რომ აი მე აზერბაიჯანელი ვარ და რაღაცა ასე მგონია, რომ მეც ქართველი ვარ ამათთან ერთად. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია მარნეულის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება ახალ ამბებს აზერბაიჯანი ენაზე თუ რაჯიბ რაგიმოვა ქართულ ენაზე კი მარიამ სოლომაშვილი გაგაცნობთ. Tanrı'nın tamaşaçılar efirde haberler informasiya programıdır. Haberlerle sizi Gürcü dilinde Meryem Solğaşvili, Azerbaycan dilinde ise ben Turaz İbrahimova tanış edeceğiz. ჩემი აზრით დაჩაგრულია ქალები, სადაც მე ვცხოვრობ, მაგრამ ამაში კაცებსაც არ ვადანაშაულებ და მშობლებსაც არ ვადანაშაულებ. ეს არის ერთი სიტყვით წყალუჩუქვა, ტრადიცია, თუ მენტალიტეტი, სტერეოტიპი. აი, ჩემ თავზე ვიტყვი რა, ესე იგი ბოლნისში მოგვიწია ტრენინგებზე დასწრება და საღამოს გვიან მოვდიოდი სახლში. და მამა ჩემი მეჩხუბებოდა, სულ მეჩხუბებოდა, რომ აი გოგო ხარ, ამ დროს საიდან მოდიხარ, ასე გვიან რატომ მოდიხარ, ხო გითხარი და ანები თავი ჟურნალისტიკას ეგრა პროფესია არის, ეს რა არის. მე ვტიროდი ძალიან, ვეხვეწებოდი მამა ჩემს, რომ ჩემი გაიგოს რა და ნელა მიაჩვია მამა ჩემმაც. მე ჯორი დაიწყო სოფელში, აი ეს გოგო გვიამოდისო მარტო დადისო. მართალია ნებიურობდი მეც, მაგრამ მე მივახციე ჩემსაც რა ახლა ჩვეულებრივად არის ყველაფერი. ახლა მინდა რომ სწავლა გავაკეთო და აი გუშინ თბილისში ვიყავი და ინგლისურის წიგნები ვიყიდე, რომ მე სწავლა ინგლისური ვისწავლე და მაგისტრატურაში ჩავაყარე, მაგრამ არა ინგლისურ ენაზე, მინდა გენდერის ფაკულტეტზე ჩავაყარო. მარნეულში ბევრია გენდერის პრობლემები და მათ კუთხით მინდა რომ წავიდე. სულ მაგაზე ვუცნობ, რომ მსოფლიო ვნახო რა სხვადასხვა ქვეყნებში ვიყო, ვნახო როგორია სხვაგან და ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს. აი ვაგროვებ ფულს, მაგრამ სასწრაფოდ ჭირდება ვიღაცას და ვიღებ და ვაძლევ ვიღაცას და ვეხმარები. ზოგი მიბრუნებს ფულს, ზოგი არ მიბრუნებს და ასე რა ვიცი, დღემდე ვერ ვაგროვე იმდენი ფული, რომ სადღაც წავიდე. თავისუფალ დროს ყოველთვის ბაღში გავდივარ. ბუნება მიყვარს ძალიან. აი, ჩემ ბაღში ყველაფერს ვაკეთებ, ხან ვთოხმი, ხან ვწყავ, ხან ვკრიფავ, ოჯახს ვეხმარები. აი, გუშინ გავაკეთე კონსერვები ზამთრისთვის. ბაზარშიც გავდივართ გასაღებად თუ არის რამე. ახლა
დროებით ვარ ოჯახში უფროსი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რომ მშობლები რო დაბრუნდებიან საზღვარგარიდან, საღვეთურს არ მითხრან რა.